მოგესალმებით მეგობრებო. ამ ბოლო დროს ძალიან ბევრი ადამიანი შემოუერთდა ჩემს გუნდს. ყველას დიდი მადლობა ნდობისთვის. და ძალიან ბევრი შეკითხვებიც დარჩა, უამრავი ადამიანი მწერთ და გაინტერესებთ, ქსელურია ეს კომპანია, ქსელური პრინციპებით მუშაობთ. არა მეგობრებო, ეს კომპანია ქსელური არ არის, ეს კომპანია არის კლუბური მიმართულების, აი ყველაზე თანამედროვე მოდელით მუშაობს მეგობრებო. და იმისათვის რომ თქვენ მარტივად გაიგოთ, მე ახლავე აგიხსნით, რა განსხვავებაა ზოგადად ქსელურ კომპანიებსა და აი კომპანია ლივგუით შორის. მოდი პირველი, როცა ქსელურ კომპანიებს უკავშირდება ადამიანები, რა ხდება შესვლისთანავე. ხშირ შემთხვევაში ადამიანმა უნდა გააკეთოს რაღაც რაოდენობის შეკვეთა. შემდეგ ხდება ისე, რომ აქტიური რომ დარჩეს, მეორე თვეშიც უნდა გააკეთოს შეკვეთა, ასევე მესამე მომდევნო თვეებში ყოველთვის აკეთებს შეკვეთას და თუ ის რეალიზაციას სათანადოდ ვერ აკეთებს, ხდება ისეთნაირად, თვეებს მისდევს და ადამიანს უწევს თავის ჯიბიდან თახის გაღება, შეკვეთის გაკეთება და ხშირ შემთხვევაში, რატომაც ვერ ხდება ქსელურ კომპანიებში გუნდის შექმნა, ხშირ შემთხვევაში ტოვებს ადამიანი ქსელურ კომპანიას და ძალიან ბევრი შემთხვევა ყოფილა ადამიანი ვალებშიც კი აღმოჩნდება. ეხლა რა განსხვავება კლუბურში რა ხდება? აი ჩვენთან რა ხდება და რატომ უხარიათ კომპანია ლივგუჩის შემოსვლა ხალხს? ჩვენთან იმისათვის რომ აქტიური დავრჩეთ, მე არ მავალებს კომპანია რომ რაღაც რაოდენობის შეკვეთა ვაკეთო. მე შეკვეთას აქ ვაკეთებ მაშინ, როცა მე მინდა. შეიძლება გავიდეს 1 თვე, 2 თვე, 3 თვე, თუმცა ეს ჩემ შემთხვევაში არ ხდება, მაგრამ შეიძლება გავიდეს 1 წელიც და საერთოდ შეკვეთა არ გავაკეთო. ამისათვის მე ვიხდი და ზოგადად ჩვენ ვიხდით კლუბის წევრობის საწევროს. ეს არის ძალიან მცირედი ჩვენთან $10, რაც შეადგენს $27 და მე სიამოვნებით მირჩემია მეგობრებო და ყველას ასე გვირჩემია, რომ გადავიხადოთ ის $27 ერთხელ თვეში და ასეთი რაოდენობის პროდუქტები არ მოგროვდეს გასაყიდად და ადამიანი არ აღმოჩნდეს უხერხულ მდგომარეობაში. შემდეგი განსხვავება. რა თქმა უნდა, კარგ კომპანიებს ყოველთვის აქვს პროდუქცია და ასევე კომპანია ლივგუთს აქვს გამორჩეული განსაკუთრებული პროდუქცია. და ნახეთ რა არის ჩვენთან უკეთესი. იმისათვის რომ პროდუქციას რეალიზაციაც გაუკეთო, ხომ? თუ მედიცინურად არ გაქვს შეხება ამ სფეროსთან, ძალიან რთულია ისაუბრო ადამიანმა ჯანმრთელობის პროდუქტების შესახებ. აქაც გვაქვს ძალიან განსხვავებული სიტუაცია, რადგანაც თვითონ კომპანიას ყავს მეგობრებო ექიმები, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორები, რომლებიც თვითონვე ქმნიან ჩვენს კომპანიაში წარმოებულ პროდუქციას. ამიტომ ჩვენთან როცა ადამიანი მოდის ჯანმრთელობის პრობლემებით, ჩვენ მასთან ექიმობანას არ ვთამაშობთ მეგობრებო, ყველაზე კარგი რაც არის მე ეს მომწონს. ჩვენ ამ შემთხვევაში ემაილით უკავშირდებით ექიმებს, ჩვეულებრივ მომხმარებლებს შეუძლიათ დაუკავშირდეთ ემაილის საშუალებით, გააგზავნონ წერილი, რას უჩივიან, რამდენი წლისაა, ქალია, კაცია, იმის მიხედვით თუ მას რა პრობლემები აქვს და მას ჩამოუვა პასუხი დაახლოებით 1 ან 2 დღეში და აქედანაც დაცულივად მეგობრებო. და იმდენად საუკეთესო ექიმები არიან ესენი, მთელ მსოფლიოდან ყავთ კმაყოფილი მომხმარებლები და ამიტომაც არ ავალდებულებს კომპანიას, არა აქვს ასე რომ ვთქვათ, მაგის გასაჭირი რომ როგორმე პროდუქცია გაყიდონ. არა მეგობრებო, პროდუქცია ისედაც იყიდება, ამიტომ ჩვენ ამ ვალდებულებისაგან მოხსნილი ვართ. ესეც მეორე განსხვავება მეგობრებო და აი მივადექით იმ თემას, რომ ჩვენთან არის მოწვევები, ასევე ქსელურშიც არის მოწვევები, ხო? მაგრამ აქაც არის განსხვავება, ჩვენ არ გვჭირდება სულ მოწვევები ვაკეთოთ. ჩვენ შეგვიძლია სულ 3 თანამოაზრე ადამიანი ვიპოვოთ და მასთან ერთად გავმართოთ ბიზნესი და ძალიან დიდ შემოსავლებზე ავიდეთ. და ეხლა ყველაზე კარგი ვარიანტი რაც არის რომ ჩვენთან კლუბური მიმართულება, აქაც არის განსხვავება მეგობრებო, რადგან ზოგადად კლუბურ კომპანიებში არის მხოლოდ ფასდაკლებები. აი სარგებელს ნახულობს ადამიანი ფასდაკლებებით და ჩვენთან არის განსხვავება,
ფასდაკლებებთან ერთად არის ხელფასები მეგობრებო. ამიტომაც არის კომპანია ლივგუდი გამორჩეული, განსაკუთრებული, აქ არავინ არაფერს არ ატყილებს, არაფერს არავინ არ გაბრალებთ, არ აბუქებს და ამიტომაც მთელი სიხარულით უერთდება ადამიანების ნაკადი კომპანია ლივგუდს. ასე რომ იყავით გამორჩეულები და ყოველთვის მიიღეთ საუკეთესო გადაწყვეტილება. მადლობა რომ ისმენთ.